Fighting from Dedofriskharo, Georgia, representing GFC Management, Theo the Showgirl, Pirosmanashvili. And when the action begins, your referee in charge is Shalva Guchmazov. Shalva Guchmazov იქნება მესამე პიროვნება, რომელიც ამ ორ გოგონას ოქტაგონში დაემატება. ურთიერთ პატივისცემა გამოხატეს გოგოებო, საინტერესოა, საინტერესო მატჩი იქნება დარწმუნებული. ვეღარ იწმეს თეო. დავიწყეს. მე ძალიან მაინტერესებდა სხვათა შორის პირველად გავიგეს ბრძოლა რო ჩაინიშნა. პირველ რიგში მეგონა რომ MMA-ში იყო რაღაც, მაგრამ ბოქსიც საკმაოდ საინტერესოა ამ ორი ქალბატონისგან. نکردم کار کنه وقتی رفتی داخل باریکلا კარგი ჯებები. ორივესგან კარგი ჰუკების გაცვლა იყო. კლინჩი აქ ჩაერევა ხა რეფერი. ნამდვილად გააჩერებს ამ კლინჩს. კარგი ჯები. ძალიან განიერ დგომში დგას თეო და შორი დისტანციდან შეუძლია მიაწვდინოს დარტყმას ამიზნეს. Punch knockout. დაასრულა ყველაფერი თეო. ვიცოდი რატომაც გული მიგზნობდა თეორიებში ვერ ნახავდი. ამას ნამდვილად წარმოვიდგინდი. მარჯვენა. 50 კილოგრამ წონის კატეგორიაში კრივის ხელთათვალით თუ ვიხილავდით one punch knockout. წარმოვიდგინე რომ ხელა ძალა აქვს თეოს. შეიძლება ძალიან მაგარი დათქვა იყო. უკი იყო მარჯვენა, ხო თუ სწორად აბა გამეორება ერთი. აქ კარგად გაატარა ერთი დარტყმა. ჩაყვინთა მარცხენა და ძალიან მაგარი იუველური სიზუსტით ჩასვა მარჯვენა უკი სნაიპერი. ჩაყვინთა მარცხენა უკის ქვეშ თეო. ძალიან მაგარი ნოკაუტი. აღსანიშნავია რომ ჰაილაიტი დაემატა კარიერას. პირველი რაუნდის ნოკაუტი. ეს აუცილებლად ისტორიაში ჩაიწერება. ეს ბრძოლა უკვე იყო GFC ისტორიაში, რადგან პირველი შოუ ბოქსინგ ფაითი გვაქვს, თუმცა უფრო დიდი ისტორია, როდესაც 50 კილოგრამ დივიზიონში გოგონა კრივის ხელთათვალით ერთი დარტყმით თიშავს მეტოქეს. ეს არ იყო კომბინაცია. Ladies and gentlemen, the very first round referee in charge of the octagon has stopped this contest for the winner by knockout, Theo the Showgirl, Pirosmanashvili. ალბათ გამარჯვებული სიტყვასაც მოვისმენთ.